შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩილისა და გულირიფშის რაიონებში მოხდა. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული გვარდიისა და პოლიციის შენაერთები რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან წინასწარ იყო შეთანხმებული, სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზებმა და რუსეთის რეგულარული არმიის მეომრებმა საქართველოს სამხედრო შენაერთებს ცეცხლი გაუხსნეს. ასე დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში. საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ აფხაზთა შორის შეიარაღებული დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ ომში სეპარატისტთა მხარეს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები, ადგილობრივი სომხების გადაკომპლექტებული ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი და დაქირავებული ჩრდილო კავკასიელები იბრძოდნენ. რუსეთის აქტიური მონაწილეობითა და დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა ქართულ მოსახლეობას გენოციდი და ერთმოცმენდა მოუწყვეს. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 10,000-ობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა. 300,000-მდე ადამიანი დევნილი გახდა, რომლებიც დღემდე უშედეგოდ საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ყოველწლიურად 14 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეომრები და დევნილი საზოგადოება იკრიბებიან გმირთა მოედანზე მემორიალთან და პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას. 27 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელსაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის, უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. დღეს მავთულხლართების აქეთ თუ იქით მხარეს არიან დევნილები, რომლებიც დღემდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ამ კონფლიქტის შედეგად ჩვენ ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა მჯეროდეს და მქონდეს იმედი, რომ ამის გაცნობიერება კიდევ უფრო ფართოდ ხდება დღეს მავთულხლართებს იქითაც. რა თქმა უნდა, ჩვენ და ვიფიქროთ მომავალზე, იმიტომ რომ ჩვენ ამ წარსულს ვერ შევცვლით და ეს მომავალი არის მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს გზაობა დიალოგის, ურთიერთობის არაერთხელ გაცხადებული. დამერწმუნეთ, რომ არსებობს ძალიან დიდი სივრცე ასეთი კომუნიკაციისა და დიალოგისთვის. ასე ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთად, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი მომავალი, უკეთესი მომავალი თაობებისთვის, რომ აღარასდროს განმეორდეს ტრაგედია, ომი, ასეთი ტკივილი, მოუშუშებელი ტკივილი, სისხლისღვრა. დღეს პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას, მათ კეთილშობილ მიზანს, სამშობლოს ღირსება შესწირეს თავი და სულ ვეუბნები შაოსან დედებს, რომ ეს ტკივილი, რომელიც არის უმძიმესი და ისინი კლდესავით უძლებენ მართლა ამ ტკივილს, ყველასია, მაგრამ მათ აქვს საამაყო, რომ მათ გმირები გაზარდეს. ეს იყო ნამდვილად ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული ფურცელი ჩვენ თანამედროვე ისტორიაში და ჩვენ გვინდა რომ მივაგოთ პატივი, ვინც შეეწირა ქვეყნის ერთიანობისთვის, სუვერენიტეტისთვის და გადარჩენისთვის. აფხაზეთში ცხოვრები ჩვენი საზოგადოება დღესდღეობით არსებობს და არის უდიდესი სულიერი და ჰუმანიტარული განსაცდელის წინაშე. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებას არ მოუხდეს იმ უდიდესი საფასურის გადახდა და რომელსაც იხდის ჩვენი საზოგადოება ამ სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. 14 აგვისტო ეს არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედია. ამ დღეს დაიწყო ის მკურნური ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ყავს, გამარჯვებული არის სულ სხვა. ის ვინც იყო ყოველივე ამის უკან და ვინც წარმართავდა ამ ომს და დღეს ოკუპირებული აქვს აფხაზეთის ტერიტორია. ეს დღე ფაქტობრივად არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიის, საერთო დამარცხების დღე. აი ეს გაკვეთილი, ძალიან მწარე გაკვეთილი. ჩვენ ვკარნახობს დღეს, რომ სხვა გზა, გარდა მშვიდობიანი მოლაპარაკებისა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არანაირი სხვა გზა ამ კონფლიქტის მოგვარებისა და დარეგულირებისა არ არსებობს. არ არსებობს არანაირი გზა იმისა, რომ აფხაზებმა დამოუკიდებლად ქართველებისაგან რაიმეს მიაღწიონ. ისინი ჩვენზე უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, აი ჩვენ დევნილებზე უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია. ამ ომმა უბედურების მეტი არაფერი არ მოგვიტანა. გამოსავალი აქედან და ეს არის 14 აგვისტოს მთავარი გაკვეთილი. მშვიდობიანი მოგვარება ამ კონფლიქტის.
ეს არის ტრაგედიის დღე, როცა დაიწყო ძმათამკვლელი ომი, რომელმაც საუბედუროდ გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი და ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი. გაანადგურა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების ცხოვრება, ისე დანარჩენების, რომლებიც დანარჩენ საქართველოში თუ მსოფლიოში გაიყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მაინც განწირულები ვართ ერთიანი ცხოვრებისთვის და ყველა ის დანაკარგი და ყველა ის ტრაგედია უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთხელ დასაფიქრებელი იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ქვეყანა, გავაერთიანოთ ადამიანები და მოვახერხოთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება აფხაზებთან ერთად. და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აი ამ ტრაგედიის ფონზე მოვახერხოთ, რომ ჩვენი სულიერი ძალა შემოვიკრიბოთ და როგორც უწმინდესმა ბრძანა, ჩვენი ვალია ერთად ყოფნა და ერთად ცხოვრება. ჩვენ ახლა გვიყურებენ ალბათ გარდაცვლილთა სულები და მათი სულის ხონება იქნება მაშინ, როცა ქვეყანა გაერთიანდება აფხაზების და ქართველების ერთობლივი სიყვარული. პირველ რიგში ჩვენ აქ დღეს იმიტომ მოვედით, რომ პატივი მივაღოთ ამ გმირებს, ავიხსენოთ ამ ბიჭების გმირობა. ზოგადად საუბრობ უნებრივია ყოველთვის აფხაზეთზე და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის და ყველაზე კარგი და ბედნიერი დღე იქნება, ვისაც ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს კუთხეში და ეს ქვეყანა იქნება ერთიანი. ხედავთ, რომ ძალიან სწრაფად იცვლება სოფლიო პოლიტიკა და შესაძლებელია შეიცვალოს საქართველოს სასარგებლოდაც. ყველა ძალა და ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს ეს სიტუაცია. როცა ომი დაიწყო, ყველას ეგონა, რომ ამ ომით ყველა არსებული პრობლემები გადაწყდება. ასე გვეგონა ჩვენ, ასე ეგონათ აფხაზებს და ასე ეგონათ რუსებს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ვერც ჩვენი, ვერც აფხაზების და ვერც რუსების პრობლემები ამ ომმა ვერ გადაწყდა. პირიქით, სამივეს ჩვენს, აფხაზებსაც და რუსებსაც ამ ომის შედეგად შეგვექნა ძალიან დიდი პრობლემები და გვექნება დღემდე. სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე აფხაზებზე საერთოდ ლაპარაკი არა, რომლებიც განადგურების პირას, გადაშენების პირას არიან მის და რუსებზე, რომელმაც გეოპოლიტიკურად ყველაფერი წააგეს ამ ომში. რაც უფრო ადრე მივხვდებით ჩვენ და რაც უფრო ადრე მივხვდებიან აფხაზები, რომ ჩვენ ისევ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც დაშვებული შეცდომა იყო და რაც უბედურობა მოიტანა ამ ომს, ის გავასწოროთ. აი ეს ამთავარი. დღეს არის აფხაზეთის ომის დაწყების დღე 14 აგვისტო 92 წელს ეს დიდი ტრაგედია იყო, რომელიც დღემდე გულისწყრილი გრძელდება, რა თქმა უნდა. ვიკრიბებით ამ დღეს არა მარტო იმისათვის, რომ პატივი მივაღოთ იმ ომში დაღუპულ გმირებს, არამედ ერთმანეთსაც ხედავთ და ერთმანეთის ნახოთ კიდევ გვიხარია, გვაკლია ზოგიერთი შარშარა იყო ეს ომის ვეტერანი წელს ვერ მოვიდა. მე რო ვკითხულობ, სადა რატო არ ჩანს, თორმე ცოცხალის აღარ არის და ასე მიდიან ჩვენი ვეტერანები სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან, ისე რომ აფხაზეთის ტკივილი, აფხაზეთის ნახევსურვილი აჩქარებს ამ სექტორს, რა თქმა უნდა და მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი ამ ბიჭების თაყვანის საცემად და სიყვარულით მოვედი დედა, ტირილით მოვედი და ესაა ჩემი ნუგეში და ჩემი ცხოვრება, სადაც აი ეს ბიჭებია და ყველას დედა, ყველა არც ერთი დედა არ გამწარებული იყოს. მე ვყოფილი ვიყავი პირველი და უკანასკნელი. დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთში დაღუპული გმირების დედებთან ერთად ვაშლიჩვრის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი მოლოდინი მოინახულა.